გამარჯობა, მოგესალმებით, მეგობრებო. მე ახლა ვიმყოფები ამარილოში, ეს გახლავთ ტექსასის შტატი და მინდა მოგიყვეთ რა მდგომარეობაა გზებზე კონტროლის თვალსაზრისით. ალბათ იცით, რომ ბოლო ერთი კვირაა სერიოზული პანიკაა იმასთან დაკავშირებით, რომ მძღოლებს, რომლებსაც CDL-ის მართვის მოწმობაზე უწერიათ non-D missile და ასევე შეიძლება ეწეროთ limited term ასეთ მძღოლებს მომავალში, როდესაც მართვის მოწმობაზე ამოეწურებათ მოქმედების ვადა, გაგრძელებისთვის დაშირდებათ ლეგალური სტატუსი, ანუ ამ სტატუსში მოიაზრება, რომ უნდა გქონდეს სამუშაო ვიზა, სამი კატეგორიის, მე ამ ვიზების შესახებ არ ვიცი, რა კატეგორიის ვიზებია. და ასევე უნდა გააჩნდეს ან მწვანე ბარათი, ან უნდა იყოს მოქალაქე. როგორც იცით, მიიღეს ამის შესახებ კანონი და ამასთან დაკავშირებით პარალელურად ICE-ის ოფიცრებმა, ანუ საიმიგრაციო ოფიცრებმა დაიწყეს მძღოლების კონტროლი გზებზე. ყოველ შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და მინდა გითხრათ, რომ ამის შესახებ ეს ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება, მათ შორის სატელევიზიო სიუჟეტებითაც, მაგალითად ბოლოს რაც გავრცელდა ეს იყო CBS News-მა რაც გავრცელა ეს იყო ICE-ის რეიდი ოკლაჰომაზე, ოკლაჰომაში უпроსორად I-40 გზაზე, სადაც 130 მძღოლი დააკავეს სხვადასხვა მიზეზების გამო, მაგრამ ცნობა ესე გავრცელდა, რომ ეწერათ, რომ undocumented, ანუ დოკუმენტების გარეშე. ეხლა ამაში რა მოიაზრება ღმერთმა უწყის, საიმიგრაციო და ნებისმიერი მიზეზი შეიძლება გამოჩხრიკოს მძღოლის დასაკავებლად, მაგრამ თავარი აქ ის არის, რომ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელიც CBS-მა გაავრცელა, მითითებული იყო ასევე საქართველო, ჯორჯია. ეს ნიშნავს, რომ სხვა მძღოლებთან ერთად იმ 125 თუ 130 მძღოლს შორის, რომელიც დააკავეს, იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც. ბევრი წერს კიდევაც ამის შესახებ, რომ მისი ახლობელი იყო დაკავებული და რაღაც მსგავსი რაღაცეები, მაგრამ ჩემს ირგვლივ, ჩემს საახლობლოში არავინ არ დაუკავებიათ, ასე რომ მე ამის შესახებ ცნობა ჩემს ახლობლებზე არ აქვს. ამასთან დაკავშირებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ ესე იგი გამკაცრდა კონტროლი გზებზე, რის გამოც ბევრმა ქართველმა მძღოლმა დაანება თავი, ასე ვთქვათ, ტრაილერზე მუშაობას და დაბრუნდა სახლში, სადაც ცხოვრობდა. ეს მძღოლები ძირითადად გადაეწყნენ ისევე ძველ სამუშაოზე, სადაც ისინი მუშაობდნენ, ზოგი ტაქსს დაუბრუნდა, ზოგი არ ვიცი რაზე დასაქმდა. და ასე ვთქვათ, ძალიან შეშინებულები არიან ამ მხრივ, რომ ესე იგი ვერ ახერხებენ ტრაილერზე მუშაობას. ჩემი კომპანიის მაგალითზე გეტყვით, რომ ჩემ კომპანიაში სადაც მე ვმუშაობ, ეს გახლავთ Fast Dynamic Group, ჩიკაგოში რეგისტრირებული კომპანია, ამ კომპანიიდან მე რაც ვიცი, 8 მძღოლი, ქართველ მძღოლებზე მაქვს საუბარი, წავიდა კომპანიიდან ამ მიზეზით ზუსტად გააჩერეს პარკინგზე ტრაილერები და დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, აქ მაქვს საუბარი საქართველოსია. მოტივი იყო ზუსტად ის, რომ ესე იგი გამკაცრებული კონტროლი ვეისტეიშენებზე და ასევე გზებზე, როგორც პოლიციის მხრიდან, ასევე საიმიგრაციო ოფიცრების მხრიდან. მე მესმის ამ ადამიანების, იმიტომ რომ მათ დასაკარგი მართლაც ძალიან ბევრი რამე აქვთ და 1%-იც რო იყოს იმის შანსი, რომ შეიძლება ასეთ გაუგებრობაში აღმოჩნდნენ, მათ არ უღით.
და არჩიეს სამუშაოს შეცვლა. თუმცა ბევრი მძღოლი ვიცი რომ რჩება ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და არანაირი პრობლემა ამის მხრივ არ აქვს, მაგრამ ეს მათ ასე ვთქვათ რისკზეა, ყველაფერი დამოკიდებული, ეს ადამიანები კარგად აცნობიერებენ, რასაკეთებენ და ფიქრობ, რომ მათ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში იმედი მაქვს, რომ ეს რისკი ყველანაირად გამართლებულია. ძირითადად რაც უჭირთ მძღოლებს, ანუ საიმიგრაციოსთან პირველ ეტაპზე ურთიერთობის, ეს არის ენა. ამიტომ ფიქრობ, რომ უმრავლესობა მძღოლების, რომლებიც დარჩნენ სამუშაოდ, ფლობენ სალაპარაკო ინგლისურს და შეუძლიათ უკვე რომ თავისუფლად ესაუბრონ პოლიციას თავიანთ თავზე და იმ მდგომარეობის შესახებ, თუ რა მდგომარეობაშიც იმყოფებიან, თუ მოსთხოვენ, რა თქმა უნდა, რამე ახსნა განმარტებას. ეს რა თქმა უნდა ძალიან დიდი პლუსია და ბევრს დაეხმარება. თანაც უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ კანონი არ კრძალავს ასეთი მართვის მოწმობებით მუშაობას. პირდაპირ წერია, რომ უფლება აქვთ ვადის ამოწურვამდე იმუშაოთ, მაგრამ პრობლემა სხვა რაღაცაშია, ანუ ამ პოლიციასთან ერთად ასევე გააქტიურდა საიმიგრაციო სამსახური და ეხლა რას ეძებს ის საიმიგრაციო სამსახური ამ მძღოლში და რის აღმოჩენას ლამობს, ეგ არ ვიცი მე, მაგრამ არის რომ შემთხვევები რომ მართლაც აკავებენ ტრაილერის მძღოლებს. ამიტომ ამასთან დაკავშირებით მართლაც სიფრთხილეა საჭირო და ბევრმა მძღოლმა კიდევაც გაითვალისწინა. ხო, ბოდიშ გიხდით, გაწყვეტა მომიწია ვიდეოსი, რადგან რიგში ვდგავარ სამრეცხაო ტრაქების სამრეცხაოს რიგში ვდგავარ და მომიწია გაწევა ტრაილერის. ხო და ამ თემასთან დაკავშირებით მე ახლა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მომიწია დასავლეთით და ასევე სამხრეთ შტატებში მოძრაობა და ვაკვირდებოდი თუ რა მდგომარეობა იყო ვეისტეიშენებს. მე პირადად ახლა ერთი კვირის განმავლობაში ვიყავი, ესე იგი ვაშინგტონის შტატში, ორეგონში, აიდაჰოში, იუტაში, კოლორადოში, ოკლაჰომაში, ტექსასში, კანზასში, ნებრასკაში, აი შტატები მოვიარე და ყველა ამ შტატში, სადაც მომიწია ვეისტეიშენზე შესვლა, მე არ შემიჩნევია პოლიციის გარდა ICE-ის ოფიცრები, ანუ საიმიგრაციო ოფიცრები, მე ამ ვეისტეიშენებზე ჩემი თვალით არ მინახავს. ასე რომ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რახან მე არ მინახავს, შეიძლება შემდეგ არ აღმოჩნდნენ იქ, მაგრამ მე მინდა უბრალოდ საერთო სურათის შესახებ მოგიყვეთ, თუ აი ამ ერთი კვირის განმავლობაში მოძრაობის დროს მე რა ვნახე, მე რაც ვნახე არის ის, რასაც გეუბნებით, რომ არსად არაფერი არ შემკვეთრია. მომავალში რა იქნება, როგორ იქნება, ამას მე ნამდვილად ვერ გეტყვი. პერიოდულად, რა თქმა უნდა, მე თქვენ კიდევ გეტყვით ხოლმე, თუ სადმე შევხვდი მე მსგავს სიტუაციას, რომ საიმიგრაციო ოფიცრები განან, აუცილებლად გადავიდებ ამის შესახებ და თუ დამთა ნება პოლიციელმა ან საიმიგრაციო ოფიცერმა, მასაც გავესაუბრები ამ თემასთან დაკავშირებით. აი ეს იყო რაც შეიძლებოდა ეხლა ამ ეტაპზე მე მეთქვა გზებთან დაკავშირებულ ვითარებაზე. მაგალითისათვის კი აი ერთ-ერთ ვიდეოს გაჩვენებთ ერთ-ერთი ვეისტეიშენისას ზოგადი წარმოდგენა რო გქონდეთ რა ხდება ვეისტეიშენზე. აი ზუსტად მსგავსი სიტუაცია იყო ყველა ვეისტეიშენზე, სადაც მე შევედი. ასე რომ მე ახლა მხოლოდ ერთ ვეისტეიშენს გაჩვენებთ და სხვებს არა, რადგან არ აქვს ახლა აზრი იმის ჩვენებას, რაც უკვე ნათქვამი.
ეს გახლავთ 54 გზა კანზასში და შემოვედი ვეისტეიშენზე. ტექსასიდან მივდივარ ნებრასკაში, იყო ღია და შემოვედი. უბრალოდ ეხა ჩავრთე კამერა, რომ დავაფიქსირო თუ რაღაცა ისეთ სიტუაცია, რომ ყველასთვის გასაგები გახდეს, რა ხდება ვეისტეიშენებზე. წონის აქსელების მიხედვით. რა თქმა უნდა, სიბუქი წონა არ გაუჩერები ვარ. აგერ ინსპექშენს უტარებს. აქეთაც რაღაც პრობლემა აქვს, ტრაქს რო სერვისი ყავს. არავინ არ შეიმჩნევა, არავინ არ დამინახავს. ფორმიანი აისის წარმომადგენელი ამ გავსი რაღაც. იქით ვეისტეიშენები კიდე რასაც გავივლი, მასაც გადავიდე. აი ესე ირეცხება. ეს სამრეცხაო არის, ესე ქვია Blue Beacon. ანუ ლურჯი შუქურა. ამ სამრეცხაოების ქსელი მთელ ამერიკაშია და ყველაზე კარგად ესენი რეცხავენ ტრაილერებს. ეხლა მე შევუკვეთე მარტო კლასიკური რეცხვა რა, ორივე ტრაილერის და ბოქდეილის. და დაჯდა $90, მაგრამ ამას თუ დაუმატებდი მე დამატებით კიდე რაღაც მაგალითად ზრავის რეცხვას ან საბურავების დამატებით გაფრიალებას, ასევე Rainwax, ანუ ეს არის აი წვიმის საწინააღმდეგო სითხის დასხმას და ასე შემდეგ. ფასი ავიდო და დაახლოებით $140-155 ესე ხდება. ლიანი ფულ პაკეტი რა, რეცხვი. ყველაზე გემრიელი სტეიკი სად მზადდება? რა თქმა უნდა, Big Texanში, ამარილოში. ეს გახლავთ steak house-ი, ძალიან ცნობილი. ჩვენი ქართველი ტრაილერების ძღოლებისთვის საყვარელი ადგილი, რადგან გემრიელ სტეიკს ამზადებენ. და რადგან ახლა დღეს კვირაა და მაქვს დრო, ხვალ მაქვს delivery. აქვე ახლოში, სადღაც 1-5 მაილში ვისვენებ ფაქტიურად დღეს და გადავწყვიტე, რომ შემოვიარო, თუ შევიარო, რა ვიცი როგორც გინდა. ბევრი ხალხი გია. Steak house-ში და მივირთვათ გემრიელი სტეიკი. ეს steak house კიდევ რითი არის ცნობილი? ანუ აქ აქვთ, აი შეხედეთ 72 უნციანი სტეიკის challenge. ანუ თუ 72 უნც სტეიკს შეჭამ, ხოლოდ სტეიქს არა, ამას მოყვება კიდე დამატებით, ანუ საიდს ეძახიან, დამატებით მოყვება კიდე სალათი, ან რაღაც კარტოფილი, ან მთელი ეს ატრიბუცია, ასე ვთქვათ და იმასთან ერთად უნდა მიირთვათ და გადმოგცემენ, ასე ვთქვათ, სიგელს, ეს არის challenge და მეტი არაფერი, უბრალოდ
ფულს აღარ გადაიხდით თამაში არა და ისე ძვირიღის რა თქმა უნდა აქ სტეიკი 72 უნცია ეს რომ გადავიყვანოთ კილოგრამებში გამოდის 2 კილოზე ცოტა მეტი 2 კილო და 100 თუ რაღაც ესეთი და ნახოთ ახლა შიგნით შევიდეთ და გავთვალიერეთ ძალიან ლამაზია ესე ბევრჯერა ვარ ნაყოფი და როგორი სახელურია რამდენი ხალხია ეს რიგში მომიწევს დგომა დიდი რიგია მაგრამ მანამდე არა უშავს ეს gift store-ია ანუ საჩუქრების მაღაზია აქ შუაგული ტეხასი მაინდა-მაინც რომ მითხრათ აქ ბევრი არაფერი საინტერესო არ იყიდება ამიტომ excuse me იქით გავიაროთ ჯობია აბა ზოლტარს ვინ იცნობს ეს ბავშვებისთვის არის კუთხე განკუთვნილი How you doing? Is that for like YouTube or something? Yeah I do YouTube How many subscribers do you have? You wanna see it? Yeah. Can I? Yeah Wait, sure. You are on video right now Say hi What's your name? Caitlin. Kaylin I'm Jaden. Jaden Hi Jaden My How are brother you? and sister. Okay. Hi Hey ბავშვები არის მაშინვე გამიშინია ურბნი ესეც ბარი ამერიკული რა თქმა უნდა ლუდი და სტეიკი მაგრამ ჩემ ინტერესში შედის ახლა იქ მოხვედრა დიდ დარბაზში რიგია მაგრამ მალე გადის რიგი აჰა მოვიდა ჩემი რიგიც ოღონდ ძალიან მალე Thank you. მოკლედ აქ გავნაწილდი, მაგრამ მანამდე მინდა რომ ეს გადავიღო. ალამაზი ბარია. აი ეს ახლა ნამდვილია და რა მხელა, просто არ ვიცი რა. ხარია რა. რამდენჯერაც არ უნდა მოვიდი აქ, იმდენჯერ ისე შემოდივა, გეგონება პირველად შემოვედი. ლამაზია. და როგორ წვავენ? სტეიქს გადავიხოთ. გულაკ. ერთმა დამიწერა ადრე კომენტარი რაღაც გაჟღენთილი სტეიკია. ეგ აღარ დაწეროთ, ნამდვილია. აი აქ რა ხდება ახლა? ესენი ცალკე იმიტომ ზიან რომ იმას მიირთმევენ, ჩელენჯში იღებენ მონაწილეობას. 72 უნციან სტეიქს მიირთმევენ. მე მშიერი არ დავრჩი. ვარჩი.
ეს მენიუ გახლავთ. აი ამას ვჭამ ხოლმე მე რა. Ribeye steaks. Ribeye steak. და ლუდი რა თქმა უნდა. ესე გამოიყურება სტეიკი. მადის ამგვრელია, ხო? ნამდვილად, მადის ამგვრელია და მაგიტომ შემოდივარ აქ. ეხლა მეორე ლუდით შევუკვეთე და რა ვიცი, ალბათ კარგად დამეძინება ესე ვფიქრობ. მადლობა ყველას რომ მიყურებთ და ყველას წარმატებას გისურვებთ პირად ცხოვრებაში. ვინც გზაშია, ძღოლები, ჩემი ჩათვლით ყველას გავუმართეს. მწვანე გზაზე გევლოთ, მშვიდობიანად და ვერ მწვანეები გეშოვოთ. როგორ მომნატრებია. ერთი თვე არ დამილევია.